გამოვედით სახლიდან, კონკრეტულად ბრუკლინიდან და მივდივართ ისევ მანჰეტენზე. ამინდი 19 თებერვლის კვალობაზე არის იდეალური. ანუ იდეალური იმ კუთხით, რომ ოდნავ ქარი არის, თუმცა გრადუსები არის მიახლოებით 7-6-7 გრადუსი. 6-7 გრადუსი კიდე საკმაოდ კარგი გრადუსი არის დამეთანხმებით მაინც იმის ფონზე, სადაც არის -13 გრადუსი. ამიტომ ამ გრადუსებს მე არაფერს უჩივი. დავდივარ ჩემი ელექტროსკუტერით, რომელიც ძალიან კარგ საქმეს მიკეთებს გუშინ. სხვათა შორის ვიჯექი ჩემოდანი მედო ამ სკუტერზე და ხალხი მანქანები და ხელებს მიქნევდა ხოლმე, რომ რა არისო ესო ამ ხელა კაციო. რითი მოძრაობ, მაგრამ ესაყვარლებოდათ რა და მე თვითონაც სიამოვნებას ვიღებდი ხოლმე ამით რა. ზოგადად ნებისმიერი რამ, რასაც თქვენ სიამოვნებით გააკეთებთ, სხვების თვალში ბევრად უფრო კარგად აღქმადი არის ყოველ შემთხვევაში მე ესე გონია. სხვათა შორის მეცინებოდა კიდევაც, მაგრამ ეს რუსკიპებიც რო არიან ხოლმე, ანუ ეგრეთ წოდებული ბოზები. არიან ხოლმე და მინახია კიდევაც, რომ არ მალავენ სხვათა შორის და ძალიან ესე აქტიურად აკეთებდნენ ხოლმე ვიდეო ჩართვებს და მიმართვებს და რაც არ ვიცი ვლოგებსაც. ანუ არ მალავენ, რომ მათი ფულის გამომუშავების ერთ-ერთი მთავარი ძირითადი წყარო არის ეს კონკრეტული საკითხი და არ არის გამაღიზიანებელი, ცით? ანუ მე მესმის, რომ ყველა აბსოლუტურად ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი პროფესია, ცოტა მიუღებელი პროფესია. ეს რაღაცა კონკრეტულად ეს საკითხი ჩემთვის რო ფული ესე იშოვოს ადამიანმა, მაგრამ მთავარი არის ჩემთვის რომ გამაღიზიანებელი არ იყოს და არ იყოს ადამიანი, რომელიც ამას ფარულად აკეთებს და მიჩქმალულად და თავი გონია ის სხვა პერსონაჟი და რეალურად არის სხვა პერსონაჟი. აი ანალოგიურად სხვათა შორის ძალიან ბევრი შენიშვნა მოუციათ მეგობრებს ჩემთვის, რომ სოციალურ ქსელში არ ხარ ის ტიპი, რაც ხარ რეალობაში. რეალობაში როცა მიცნობენ ხოლმე ადამიანები ცოტა შოქში ვარდებიან ხოლმე და სულ მეუბნებიან იმ ფაქტს, რომ იმას, რომ ანუ საერთოდ სხვა ადამიანი ხარ და სოციალურ ქსელში რატო ხარ ესეთი სხვა ადამიანი? რატო ცანცარებ? ან რაღაცა კი ცანცარიც გიხდება რეალურად, მაგრამ გადასეთმეტებული არაფერი არ ვარგა, მაგას ამბობენ და რაღაცნაირად თავში ავარდნილი გვეგონე და რაღაცნაირად აი ისეთი ტიპაჟი ხარ თითქოს რომ აი დიდად ინტერესი რო არ გიჩდება ურთიერთობის, მაგრამ ლაივში ხარ სულ სხვა პერსონაჟი. ამას მეუბნებიან სხვათა შორის და ძალიან ესეთი დამაფიქრებელი არის და ამის მერე უკვე მე ვთქვი, რომ მოკლედ მაქსიმალურად შევეცდები, რომ ჩემს საკუთარ თავზე და პერსონაჟზე ვიმუშაო იმ კუთხით, რომ სოციალური ქსელი, რადგანაც მე სოციალური ტიპი ვარ და ვაპირებ, რომ ვიყო იმე მატარებელი მოვიდა სოციალური ტიპი. არ გამასწოროს მატარებელმა. აქ დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოპა. ხო და მოკლედ რაღაცნაირად მივიღე გადაწყვეტილება, რომ რაც ვარ რეალურად ის პერსონაჟი ვაჩვენო სოციალურ ქსელში. და ვნახოთ რამდენად გამომივა. ეს არის მოკლედ ჩვენი ეგრეთ წოდებული მეტროს სადგური. ერთ-ერთი სადგური 71 ქუჩა ესე ქვია. The 71th. აი შორს იქეთ ჩანს უკვე თუ არ ვწდები დაუნთაუნ ბრუკლინი არის თუ მანჰეტენი არ ვიცი, მაგრამ შევეცდები მივაზუმო. ჩვენი მეტროც უკვე გზაში არის. მოიქანება ჩვენსკენ. ამინდი რაღაცნაირად ძალიან გვაბედნიერებს რა. ანუ ჩემზე ძალიან მოქმედებს ხოლმე. აი რო გამოდივარ გარეთ და მზიარი და სითბო არის, რაღაცნაირად სხვანაირი მუხტი მაქვს. თქვენ შემთხვევაში არ ვიცი როგორ არის, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ესეა. მოვიდა, წავედით. მაინდა ის ბევრი ხალხი.
სხვათა შორის მე დავუჩდები აი აქ რო გარეთ გაჩვენოთ როდესაც ბრუკლინ ბრიჯს გადავალთ რა სიტუაცია არის მოკლედ აი მეგობრებო ესეთი არის ბრუკლინი ეს მეტრო არის ზემოთ რაღაც დოზით და ქვემოთ არის მოკლედ ესეთი სიტუაცია აი რაღაცნაირი ვაიბი აქვს რა ამერიკას არ ვიცი მართლა ვერ ხსნი ვერ გეტყვით რომ ძალიან მოწესრიგებულია ეხლა მე რო ჩინეთში ვიყავი და შანხაიში ვიყავი და პეკინში და სხვადასხვა ქალაქებში რა შედარება არის გამივარდა სკუტერი ვაიმე რა შედარება არის მეგობრებო არც უნდა შეადარო რეალურად რომ იქ არის ძალიან მოწესრიგებული ყველაფერი ჩინეთში შედარებით ანუ ამერიკასთან შედარებით იმიტომ რომ ალბათ არ ვიცი იქაც ბევრი მაცხოვრებელია ალბათ მაგრამ აქ არის მასა რა ტურისტების და ამ ტურისტების ფონზე არის ალბათ აქაურობა გაფუჭებული იმიტომ რომ როგორც ამბობენ ძველი ამერიკა ბევრად უფრო მოწესრიგებული იყო ვიდრე ეხლა არის რაც ეს რაღაცა ეს საზღვრები გახსნეს რაღაც საზღვრები ასე რომ არ ვიცი აი გაჩვენებთ კიდევ ერთხელ აი როგორი სახლებია და აი ეგ ახლა მე რაო რანაირად უნდა ვიცხოვრო ეს ჩუქუჩუქუ ყოველწამ დაუწუნ ჩუქუჩუქუ რო იყოს ისე უზურგეთში მატარებლის ნიანდაგებთან ახლოს ცხოვრობ ეხლაც ხო მაგრამ იქ ბავშვობა გავატარე და მახსოვს ხოლმე რომ მატარებელი რო ჩამოდიოდა ხოლმე დილის 9 საათი და რაღაც პერიოდის მანძილზე ეს ჩუქუჩუქუ რომ ესმოდა ძალიან სიამოვნებდა რა თითქოს აი არ ვიცი რა სიამოვნებას მანიჭებდა და შეიძლება ამათანაც ეგრე იყოს რა ეს არის 55 ქუჩა. ისე რა საინტერესო ერთი რამ. მეტროში ადამიანები როცა შემოდიან და ჩდებიან, ხოლმე მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სხვა ადამიანის გვერდით სიახლოვეს არ დაჯდეს და არ დაჯდეს ცალკე. აი მაგალითად. ეს ადამიანი მარტოზის. ეს ადამიანი მარტოზის. იქეთ ადამიანი მარტოზის. იქეთ კიდე მარტოზის. იქეთ კიდე მარტოზის, აი ანუ რატო ხდება ხოლმე ესე? ეს მარტოზი ვარ აქეთ. ჩემამდე კიდევ ორი სკამი არის და რატო ხდება ხოლმე ესე? ანუ თითქოს ერთმანეთის გვეშინიან, დობა არ გვაქვს. თუ აი ვერ ხვდები, აი ხო არის 3 ადგილიანი სკამი. შუაში აი მაგალითად ორი ადამიანი თუ დაჯდება, იქ შუაში ყველა ვარიანტში ან ხელი, ან ჩანთა უნდა იდოს, ან რაღაცა უნდა იდოს. ანუ ადამიანები ფეხზე დგანან, წარმოიდგინე. გადავსებულია ვაგონი და იქ შუა არის ყოველთვის ცარიელი. და აი ვერ ხვდები რატო. მე საინტერესო ადამიანის ფსიქოლოგია. ჰაჰა. ესეც ჩვენი ბრუკლინ ბრიჯი და გადავდივართ მანჰეტენს. ეს არის უკვე მანჰეტენი. ეს უკვე მანჰეტენია ჩემო მეგობრებო, სადაც სიცოცხლე გაცილებით უფრო სხვანაირად ჩქეფს. ამოჩანჩალდით ზემოთ The Broadway Lafayette ექვია სადგურს მე რამდენადაც ვიცი. მიხავეძებთ ჩვენ მაღაზიებს. საღოლწმა ვიღაცამ დააბოყინა გემრიელად. ვეძებთ ადგილს, სადაც ფეხსაცმელებს შეუთვალიერებთ. ისეთი შარდის სუნი იყო. ისეთი შარდის სუნი იყო მეგობრებო მეტროში. გეფიცები მე რო ვიყო პრეზიდენტი პირველი ის რომ ძალიან ბევრ საპირფარეშოს გავაკეთებდი ყველა კუთხე კუნჭულში. იმიტომ რომ მეც ბევრჯერ მქონია ესეთი მომენტი, რაღაც ქუჩაში მოვდივარ, თან ამხელა ქუჩებია და
თან ყველგან ფასიანია, იქ მაკდონალდში რო შეხვიდე, უეჭველი რაღაც უნდა იყოს, აპირფარიშოში ისე არავინ არ შეგიშვებს. ან ჩიპოტლეში, ან ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე. და მოკლედ რთული ამბავი არის რა. ძალიან რთული საკითხი არის მაგ კუთხით, ასე რომ ეს საპირფარეშოების ამბები არ ვიცი როგორღაც უნდა მოაგვაროს ამერიკამ. აი ესეთი სიტუაცია არის ირგვლივ. ეს ნეი ლამაზი სიტუაცია არის. იდეალური ამინდი არის არც ივა. აქ ცხოვრობ მაგარი პრესტიჟი არის ხოთა შორის, მაგრამ ეხლა მე რასაც ვეძებ ეს არის აი საცმელი. სარაზეც არ ვიტყოდი უარს, თუ სიმართლე გაინტერესებთ შარლობის კუთხით. იმიტომ რომ ამერიკული და ევროპული ზარა და ქართული ზარა ძალიან განსხვავებული არის ერთმანეთისგან ხარისხობრივადაც ისეც და ესეც. წავედით. ის რამახიზია აუთლეტი 50%-იანი რაღაც საინტერესო ჩანს. არ ვიცი, აუთლეტი შეიძლება რაღაცას პოვნა, ხო შენ და ხო შევიაროთ. წავედით. რა ვიცი, მეგობრებო, ვიყავი მაღაზიაში სხვათა შორის. არც გამიგია ეს მაღაზია. აჰიო თუ რაღაცნაირი მაღაზია არის. აი. შეიძლება რაღაც ძალიან ფუფუნება ხალხი დადის და რაღაცნაირი სუნამო ისეთი ტრიალებს რო გინდა არ გინდა. იმენა მიგაჯაჭვებს რო გარეთ არ გახვიდე და მაქსიმალურად შიგნით გაატარო მთელი შენი დრო მანჰეტენის, მაგრამ რეალურად ამას მე ვერ შევძლებდი იქიდან გამომდინარე, რომ შიგნით კურთხა ღირდა $1800. $1800 შარვალი $550 და ასე. არ ვიცი. ტახირა შუაშია, კით. აი ესე ქვია. არ ვიცი. მასდაკლებიც არ არის. მომინდომეს $1800 არის და ლარიანი და ლარი იყოს. ოკეი, აუთლეტს ვეძებ. არ ვიცი ეს აუთლეტები და რაღაცები ვერ ვერკვევი რა. მივაპორჭიალებ ჩემს სკუტერს. ყველგან მატარინება ეს სხვათა შორის მეგობრებო, აი როგორ დარბის. ლამბორჯინიც გავარდა. აუ რა კაი სახლი. აი ეს სახლი ძმაო, ვინც აქ ცხოვრობს და ბოლო სართულზე ვინც ცხოვრობს ხო საერთოდ. ადიდასის მაღაზია. UBL-ის მაღაზია. აუ რა ლამაზი, რაღაცნაირი მშვიდი და კარგი გარემო არის მანჰეტენზე. ბრუკლინისგან განსხვავებით. როგორ ეთყობა ისე მანჰეტენს და ბრუკლინს შორის, აი როგორი სხვაობა იცი, აი ჩაცმულობის კუთხით და ვიზუალის კუთხითაც, რომ აი როგორ გითხრათ. ჟიგული და მერსედესი. მაგრამ ჟიგულში შეიძლება ძალიან ბევრი ფული ინახებოდეს. ჟიგულის ჟიგულის ბაგაჟნიკში, აი მაკლარენი. ჟიგულის ბაგაჟნიკში შეიძლება ბევრი ფული ინახებოდეს, მაგრამ გარდა რო უყურებ ჟიგულია რა, მაგრამ აი უკვე ახალი BMW-ები და Mercedes-ები, რომლის ბაგაჟნიკშიც შეიძლება ფული იყოს, შეიძლება საერთოდ არ იყოს ფული, ვალდებული ხარ რომ აქ გემრიელად და ესე კარგად გამოკვანწილი დადიოდე ქუჩაში. სხვა გამოსავალი არ გაქვს, იმიტომ რომ it's Manhattan baby. So you must and should. ვეძებთ მაღაზიებს, რაც შეიძლება რომ წავიდეთ. მოდი წავიდეთ ამ მიმართულებით. სამი ორი ერთი ნული დრომაკ. გადმოვედი. სხვათა შორის ბერშკა, რომელიც მე მევასება სხვათა შორის ძალიან ბერშკა რაღაცნაირად მაინც ბევრ რაღაცას პოულობ ხოლმე, მაგრამ არის საქართველოში.
საქართველოში ბერშკას რა უთხარი მე რაღაცნაირი ესეთი მაღაზია არის, სადაც ბევრი მანიკურები, პედიკურები და რაღაცები იყიდება, ლიფსტიკები და ასე შემდეგ. აი, ძალიან კარგი მაღაზიები არის. Harley Davidson-ის The North Face, Ateta, Wilson-ი, ის რა არის. ტრუსიკის და ნასკის ყიდვა მინდა და ვერ მიყიდია მეგობრებო. ტრუსიკი და ნასკის $140 აღარ გამიგია რა. მაგრამ კი სხვათა შორის მეგობრებო, ნათქვამი არის, რომ ფული არასდროს არ დაინანოთ ფეხსაცმელში, ტრუსიკში და ნასკში. რატომღაც ეს North Face-ი არ არის ჩემი და არასდროს არ ყოფილა ჩემი. რატო არ ვიცი, ვერ გავიგე, უფრო რაღაცა იმ თის თამსვლელების და იმათი ბრენდი მგონია ეგ და რაღაცა ჩემი არ არის თასვლელობა და თოვლი და ეგეთები. But I don't know. ჩემი ზარა მაინც ყოველს მირჩევნია. ბოსის მაღაზიაც არის აქ ჩემო, კარგებო. ულალამაზი სახლია, ვარ განახოთ, რაღაცნაირია, ნახეთ. ხედავთ ხო? Prada. Mango. წამოდი გადავიდეთ Prada-ს მხარეს. Prada სხვათა შორის ძალიან მიყვარს. Prada-ს უნამოებს ხმარობდი ერთი პერიოდი, The Black Prada. ძალიან მიხდებოდა თითქოს ეს უნამო, მე დავიყიდე. მე ვიფიქრე ახალს ვიპოვვითქო და დიდი სამბით ვიყიდე. Bulgari's დამოვიწყდა. აი Mango. What შევიაროთ Mango-ში? რა სიტყვით? რატომღაც ეს Mango არ მხიბლავს და ვერ ხვდები რატო? არ ვიცი. The mango is not mine. ვიღაცას მაგრად უქრის. ვიღაც ცნობილი ადამიანი მეგობრებო. ეს ადამიანი ძალიან ცნობილია, მგონი ისე გადმოვიდა მანქანიდან, აშკარად კალათბურთელია რაღაც. ცნობილი. აი ეს ბიჭი ისე შედის, არ ვიცი თუ ვინმე მიცანით. ეს არის Nike-ის მაღაზია. Wicked Skechers. ცოცხლობს ნიუ-იორკი, რა ქნას თავისთვის არის გემრიელად. ეს ყველი ფაჩუჩები აცვი. აი ქუჩაში გამოელაპარაკა აგერ ბიჭმა და გაიცნო. ნიუ-იორკელი ხარო შენო თუ პროსტა ისეო. ვიღაცამ გემრიელი, ვიღაცამ გაფუჭებული საჭმელი ჭამა დღეს. აბა რა სუნიაც მაოქ. ჩემნაირი შუბარა თუ გაცვია ახლა ბატონო. Sorry. ამ ქუჩაზე პირველად თუ არაც ჩამოვედი, მართლა არ ვიცოდი ესეთი ქუჩა თუ იყო. კაი რაღაცა ის რა, როგორც წერია გარედან დედასფიცა არ გამოუშტები. აუთლეტია? Brand Mevili ესე ქვია, მაგრამ რავი. სულ გოგოები არიან და რა მინდა შიგნით. მაგრამ თან გოგოები არ არიან. Sorry. Brand Mevili, შვეიცარიულ ამერიკული რაღაცა ის არის და გადავსებულია სხვათა შორის. ინტერიერი კარგად აქვთ. ვა, ზარა გაიჩითა მგონი. არ მჯერა. აი ზარა. Let's go. ნახოთ აბა რა ხდება შეგეთ. თუ შეგვატანილა მე სკუტერს. წავედით. რაღაცნაირი სხვა ვაიბია რა. ასე რომ მომწონს საქაურობა რაღაცნაირი ისეთია, ჩემებურია. დიდი შესაძლებლობების ქალაქია.
საქართველოში მე ცოდო ვარ. საჩემოა დედას მიცავარ. აუ მეგობრებო თქვენ იღადავთ და აი რითი მოძრავ. გადაობა შუა მანჰეტენზე ვაშა ჩხაიძე ცანცარებს ხალხი გაგიჟდა ასაკეთებს ეს ბიჭია მაგრამ ცხოვრებით უნდა დატკბია ბა ეგრე არის მოკლედ ვიყავი ზარაში დიდი არაფერი არ მომეწონა ვიღაცამ მითხრა მაგრამ ვერ გავიგე რა მითხრა იმიტომ რომ ეს ჩაკეტილი მაქვს რა ქვია იმას ნაუშნიკები მქონდეს გარეთახმები საერთოდ არ მესმოდა და რაღაცა მითხრა საყვარლად და ვერ გავიგე. მაგრამ კაია ქუჩებში რო დადიხარ ხოლმე გესაყვარლებიან ძალიან და ასწორებს. მოდი ჩვენ ამ მიმართულებით წავიდეთ საერთოდაც წავედით. იუჰუ რა გადაობა მეგობრებო. ოპა ეს ძალიან ლამაზი არის ნიუ-იორკი თავისი ყველაფრით. ეხა ვარ ჩაინათაუნი მგონი ალბათ რა ვიცი. იქ რაღაც სუნამოების ძალიან კაი მაღაზია არის. ხო და მოკლედ ზარაში არაფერი არ მომეწონა. არ მეგონა თუ ესეთი სუდი არჩევანი იქნებოდა ზარაში. აუ ძალიან დიდრული მაღაზია არის მეგობრებო არ ვიცი. აქ რა იყიდება რა სუნამოები, მაგრამ ძალიან დიდრული მაღაზია. აუ ძალიან ლამაზი რაღაცები იყიდება აქაც. სხვა შორის ისეთ ადგილას მოვედით, სადაც ძალიან ცნობილი ადამიანები არის, აბა თუ გამოცდოთ ეს ადამიანი ვინ არის? ვიცოდე დაგანახოთ. ეს ის ცნობილი ტიპია, რომელიც იღებს ყველა ცნობილ ადამიანს slow motion-ით. ყველას უნდა გადაღება, ანუ ეს ფასიანია და მოკლედ ეს ტიპი იღებს და ფულს აკეთებს. Action. Ой, იქეთ არის სანდრა ბალოკი. კაია, ნიუ-იორკი ასწორებს. იმიტომ რომ ჩემნაირი ცანცარ ადამიანები ძალიან ვიღაცა ძალიან ცნობილია საყვარელი გოგო იყო. ჩემნაირი ცანცარა ადამიანი. საყვარელი გოგო იყო ეს. აი ეს იდგა რაღაც მოვიდები თუ ეჭოლი იქ უნდა მივიდეს და ერიდება. Yeah, thanks man. მაგარია ძმაო, so fun. კომპლიმენტებს გეუბნებიან რა. გარი გადაობა. წავედით. მოკლედ მანჰეტენიდან ჩაუჯექის მეტროში და მივდივარ ისევ სახლში, ბრუკლინში. ცოტა შემცივდა ხელებზე. ზოგადად ისეთ თავს კარგად გრძნობ, ჩიპოტლეში შევჭამე ბურიტო, ძალიან მომწონს. მაგრამ სამწუხაროდ სალფეთქები არ ქონდათ და მივიდორბლე. კონიესა და არ მოქეს. რაღაც ის არ ვიცი, რაღაც соуსის სახეზე. რაღაცნაირად კი მიყურებდა ხალხი რომ შევედი.
მაინც ანუ ასწორებს, როდესაც უცხო ადამიანები ესე რაღაცნაირად გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას. ტანსაცმელი ვერაფერი ვერ ვნახე. ანუ ამერიკაში სავარაუდოდ ალბათ ყველაზე კარგი არის, როდესაც ონლაინ იწერ ტანსაცმელს და მოკლედ ონლაინ შეგიძლია რომ ეს ყველაფერი გამოიწერო. ანუ ყველანაირად რაღაც 2 დღეში თუ 3 დღეში სახში გაქრა ნებისმიერი ამანათი. მაგრამ მე უბრალოდ იმის მეშინია რომ ფეხსაცმელი რომ მოვირგო მაღაზიაში მეწოდინება რომ კარგად მაქვს თუ ცუდად მაქვს და ეხლა გამოვიწერო ფეხსაცმელი არ მომეწონოს მე მივაბრუნო მე თავიდან ისეს რაღაცა ვერა რა რაღაცა მაგის მეშინია და ეხლა ფეხსაცმელი და შარვალი მინდოდა მაგრამ no I can't ვერ გავაკეთე. დღევანდელი ბლოგი დასასრულს მივახლოვდა vlog-ი უბრალოდ Brooklyn Beach Bridge-ზე გადავდივართ ისევ სახლები არის მეგობრებო აი თუ დააკვირდებით იქეთ ჩანს არ ჩანს ფარდები არავის არ აქვს ჩამოფარებული და შიგნით რას როგორ შვებიან ყველაფერი ჩანს აქედან მაგარია Good night. 감사합니다. და შევხვდებით. Bye bye.